სინგაპურის McDonald's-ში ჩიტებს არ აჭმევენ. ალბათ არავის გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ სინგაპურში ძალიან უცნაური წესები აქვთ. საკამათოა და დასაფიქრებედი ის ფაქტი, რომ მიუხედავად უცნაურობისა, რამდენად კარგია მსგავსი კანონები და მაღალი ჯარიმები. თუ საინტერესო იქნება ეს თემა თქვენთვის, ცალკე ვიდეოს გავაკეთებ სინგაპურის უცნაური კანონების შესახებ. ყველგან სადაც კი მოგზაურობ, არ არსებობს რომ ერთხელ მაინც არ შევიდე McDonald's-ში. ხო და ახლა სინგაპურის ჯერია. ნახეთ როგორი საყვარელი გარემოა. პირველი რაც თვალში მომხვდა, აი ეს ბანერი იყო. გთხოვთ, არა ჭამოთ ჩიტებს. როგორც გავარკვიე, ზოგადად სინგაპურში ფრინველების ქუჩაში გამოყვება კანონით ისჯება და ჯარიმა არც მეტი და არც ნაკლები $10,000. თქვენი აზრით რატომ? აბა ვერსიები კომენტარებში დამიწერეთ. სანამ მენიუზე გადავალ, გარემოს დაგათვალიერებინებთ. ეს ნახეთ რა რამხელა კოლექცია, მგონი ყველა სათამაშო, რაც კი ოდესმე გამოუშვიათ. ეს ძველები განსაკუთრებით ნოსტალგიურია. აი ასეთი ანანასიანი ბურგერის მენიუზე აქვთ ფასდაკლება და ნახოთ, საინტერესო ჩანს. ესეც ჩემი შეკვეთა. ბურგერი მაინტერესებს ყველაზე მეტად. ცოტა სკეპტიკურად კი ვუყურებ. ნუ რას უკაცრავად, იცით რა გემრიელია, ძალიან მომეწონა. თუ სადმე შეგხვდებათ, აუცილებლად დააგემოვნეთ, ჩემი რჩევა იქნება. ესეც სპარკალი. ცოტა დამწვარივით კი გამოიყურება, მაგრამ გემრიელი იყო. აი ეს კი რაღაც საცოდავად გამოიყურება. გემოც დიდი ვერაფერი ჩვენთან უკეთესია. ასეთი იყო ჩემი საუზმე. ახლა კი წავედი ჩემი ნომრისკენ, მოწესრიგდები და შემდეგ ქალაქში გავისეირნებ. რა თქმა უნდა, თქვენს დაგათვალიერებინებთ შემდეგ ვლოგში. თუ გაინტერესებთ, აუცილებლად გამომიწერეთ და დაელოდეთ შემდეგ ვლოგს. აბა დროებით.